წავიდა თანამდებობიდან ლილუაშვილი, აი გომელაურიც იყო მათთან ერთად თითქმის აი ძალოვანები ერთად წავიდნენ ძველი ძალოვანები თანამდებობიდან. ესე რა ამის კითხვა. დღეს გომელაური საკითხი არცად არ ჩანს თუ გესმით ბატონო კი ამასობაში ვეწყი ჩვენს მაყურებელს თქვენ კადრს ხედავდით რუსთაველის გამზირიდან სადაც ისევ დაძაბულობაა აქციის მონაწილეებსა და საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს შორის თუ გვაქვს შესაძლებლობა დაუბრუნდეთ გია ხუხაშვილს სულ 2 ოდე კი ბატონო ბატონო გია გომელაურთან დაკავშირებით მინდოდა მეკითხა არსად არ ფიგურირებს მისი გვარსახელი ფიქრობთ რომ გამოძრა ამ სიტუაციიდან ანუ შეიძლება ბიჭო მე გეუბნებით მოლაპარაკებების პროცესი მიმდინარეობს ყველასთან ვიღაცასთან მოილაპარაკეს ვიღაცასთან ვერ მოილაპარაკეს ვიღაცა თბილისის მერი გახდა იმის ნაცვლად რომ რაღაცა სხვა რაღაცა მომხდარიყო ხო ასე რომ ეს ინდივიდუალური თემაა რა ინდივიდუალურად შეიძლება გომელაურთან რაღაცაზე უკვე მოილაპარაკეს ამასთან ვერ მოილაპარაკეს ამიტომ ესე დაიწყეს ლილუაშვილისგან კიდე რაღაცა ელოდებიან და მერე გადაწყვეტენ დაიწყონ თუ არ დაიწყონ ანუ ვიღაცა თვითკვლელობაც ხადა ო იმან რიჟვაძემ და კიდე ბევრი ისტორიას მიხილავ ეს არის კრიმინალური ჩაცუცქული ფულის ამოღების და ბიზნესების გადანაწილების პროცესში ვართ ეხლა ჩვენ ხო ჩვენ რასაც ღიად ვხედავთ ეს არის ამ ისტორიის 10% 90% იქ ხდება რა რაც შეეხება ფარცხალაძის საკითხს და რადგან თქვენ ამბობთ რომ ეს არის რეალურად კრიმინალური გადანაწილების პროცესი ხომ ანუ ბიზნესზე რაღაცა ბიზნეს გადანაწილების უფრო სწორედ პროცესი რაც შეეხება ფარცხალაძის საკითხს სხვათა შორის მისი გვარსახელი გარდა ამ кейსისა გულისხმობ დიდი რაოდენობით რაღაცა შემოსავლების ლეგალიზებას და სამთავრობო ჯგუფს კრიმინალურ кейსშიც ხდება ჯანგველაძის მკვლელობის ამბავი მინდა ამ შემთხვევაში გავიხსენო ხომ არ შეიძლება რაღაცა ეს აი ამ სამთავრობო სქემას საინტერესო კითხვაა სხვა შორის იმაზე საინტერესო ვიდრე ესე რომ ვთქვათ ბევრ შეიძლება ეგონოს რა რატომ იმიტომ რომ მე საერთოდ გონია რომ ამ პროცესის კატალიზატორი ამ ქონების გადანაწილების კატალიზატორი გახდა ჯანგველაძის кейსი ანუ აქ უკვე შემოვიდა ტრანსნაციონალური დაჯგუფებების კრიმინალური დაჯგუფებების პირდაპირ ვთქვათ დაპირისპირების და კრიმინალური დაჯგუფებები არიან ზუსტად ამ უკანონო ბიზნესებში და იმაში და ამაში ისინი არიან ჩართულები ხო რუხი ბიზნესი ესე კეთდება კრიმინალის გარეშე ვერ კეთდება და ამ ჯანგველაძის მკვლელობის თემამ დიდი აფეთქების როლი ითამაშა რა დიდი კრიმინალური დაპირისპირება დაიწყო ტრანსნაციონალური და მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი 엘ემენტი ამ დიდი გადანაწილების და აი ყველაფრის რასაც უყურებთ ხო ანუ ის რაც ახლა ღარიბაშვილთან საბოლოო ჯამში შეიძლება აღმოჩნდეს აი სკანდალური რამეს ამბობთ ახლა თქვენ ძელვადიაში ბიზნესთვის იქნება კატასტროფული პირადად ბიზნესთვის იმიტომ რომ ვიღაცა უკვე მის წინააღმდეგ თამაშობს გრძელ თამაში და ბიზნეს შეიძლება დღეს ფიქრობდეს რომ რა გზითაც მიდის ყველაფერი ეს მისი ხელდასმით არის და სინამდვილეში ის იყოს აი ვიღაცის უფრო დიდი მანიპულაციის მსხვერპლი რაც რაღაც პერიოდის შემდეგ გამოჩნდება. ანუ კრიმინალურ ავტორიტეტებზე საუბრობთ, კრიმინალური ტრანსნაციონალური არის კრიმინალური ავტორიტეტები შესაძლებელია დაუშვათ ეს დაემუქროს ბიძინა ივანიშვილს? და დამაბრუნოთ იქნება ბატონ გიასთან, იმიტომ რომ ძალიან სკანდალურ რამეს ამბობთ. ბატონ გია თუ გესმით ჩემი ხმა. ანუ თქვენ ამბობთ რომ გავლენიანმა ქურდული სამყაროს გავლენიანი ტიპების რა ვიცი დაპირისპირებამ მოიტანა ის რაც ხდება ღარიბაშვილთან და ლილუაშვილთან დაკავშირებით და შესაძლებელი თუ სწორად გავიგე მე კითხვა ვერ გავიგონე სიმართლე გითხრათ მაგრამ რაღაც ნაწყვეტებიდან თუ სწორი დასკვნა გავაკეთე რა თქმა უნდა ეხა ხო
ხო ცხადია რომ ჯანგველაძის თემამ გამოიწვია კრიმინალურ სამყაროში დიდი დაპირისპირება, ხო? დიდი დაპირისპირება. და ეს გახდა სამწუხაროდ ჩვენთან აი ამ პროცესის შემადგენელი ნაწილი. ეხლა რამდენი პროცენტი გადამწყვეტი არ გადამწყვეტი მე ამაზე თავს შევიკავებ, ამაზე დაბეჭდებით ვერაფერს ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია რომ ამ კრიმინალური დაპირისპირების როლი და ესე რომ ვთქვათ